ძეღმერთის ღვთაებრივმა პიროვნებამ თავის თავში ადამიანური ბუნება მიიღო მარადიულად. აი ეს საიდუმლოება ახსოვდა. და ადამიანი, რომელიც მიიღო თავის თავში მარადიულად, რომელი ადამიანიც შენთვის და ჩემთვის იტანჯა და მოკვდა და ჩვენს მაგივრად მოკვდა, ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ რო უნდა მომკვდარიყავით, ის მოკვდა. თანაც ფიზიკურ სიკვდილზე კი არ არის ჩვენ ფიზიკურ სიკვდილზე საუბარი. ჩვენს მარადიულ სიკვდილზეა საუბარი. ჩვენი მარადიული სიკვდილის მაგივრად თვითონ რო ასე იტანჯა და მოკვდა. ქრისტე, ადამიანად მოსული ღმერთი. აი სწორედ აი ამ ადამიანური ბუნებით რომ ღმერთი იყო, თავისი ღმერთობა უპირატესად აჩვენა იმით, რომ აღდგა მკვდრეთით, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ღმერთი მოკვდეს? გასაგებია რომ ადამიანურად მოკვდა, მაგრამ ის ადამიანის განღმრთობილია. ამიტომ სიკვდილმა ვერ გაიმარჯვა მასზე და სიკვდილი მოკვდა მასში. შევიდა სიკვდილი მასში და ანუ მოკვდა და აღდგა, გაცოცხლდა და სიცოცხლემ გადაფარა სიკვდილი და ქრისტეს ადამიანში, ქრისტეს ადამიანობაში, ღმერთში, როგორც კაცში მოკვდა სიკვდილი. და ამით დამტკიცდა, რომ ქრისტე არის ღმერთი. ამით დამტკიცდა, რომ ქრისტე არის ადამიანად მოსული ღმერთი და ამით განმტკიცდა ის ცოდნა, რაზეც ჩვენ წეღავ საუბრობდით, რომ ჩვენ გასაცვიფრებელი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან და ღმერთის შვილები ხდებით, მისი ძმები და დები ხდებით, ჩვენში იწყებს ცხოვრებას და ღმერთი და ჩვენ გონება მიუწვდომელ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ანუ განღმრთობილ მდგომარეობაში. ეს ყველაფერი განმტკიცდება იმით, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. ეს დოქტრინა, მოდი ესე ვთქვათ, ეს რწმენა, რომელიც გულის მიერ განიცდება, ბეჭედ დასმულია მხოლოდ მაშინ, როცა ქრისტე აღდგა მკვდრეთით. და თუ ქრისტე მკვდრეთით არ აღდგარა, მოტყუებულნი აღმოჩნდებით ყველაზე საცოდავი ადამიანები და მსგავსი, რომელთაც ეს ბედნიერება არც კი იციან რა არის და რას ნიშნავს.